დღეს ვარ ძალიან ბედნიერი როგორც მოქალაქე და მით უმეტეს როგორც ადვოკატი, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში პირველად გავიგონე, რომ პროკურატურამ თქვა ბრალდებაზე უარი. ეს არ ყოფილა თითქმის 10 წლის განმავლობაში, ასეთი რამ. ამირან სიხარულიძეს განაჩენი ჰქონდა გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონო შემოსავალის ლეგალიზაციის ბრალდებით. ბრალდება იყო ძალიან უსუსური, დაუსაბუთებელი, მტკიცებულებები არავითარი, ნული საქმეში, მაგრამ ამან მოსამართლე ჯემალ კოპალიანს ხელი არ შეუშალა, რომ შეესრულებინა იმდროინდელი, იმჟამინდელი პროკურატურის აშკარად დაკვეთა და ამირან სიხარულიძისათვის 37 წლის ახალგაზრდა 3 შვილის მამისათვის მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯემალ კოპალიანმა მოსამართლემ დააფიქსირა სამარცხვინო мотивация თავის განაჩენში. ჩაწერა, რომ ამირან სიხარულიძის ბრალი გამოიხატება იმაში, რომ მან საწარმოს სალაროდან საქვეანგარიშოდ აღებული თანხების ხარჯვის გამჭვირვალობა დაფარაო. ასეთი რამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 194 მუხლის არც ერთ ნაწილში და მით უმეტეს მესამე ნაწილში, რომლითაც მას მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაფიქსირებული არ არის. კანონმდებელს ასეთი დანაშაულის ნიშანი არ მოუაზრებია და ამ კანონში არ ჩაუდევს. ეს სრულიად აბსურდული და არაკანონიერი განაჩენი დატოვა უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ მე მას არაერთგზის მიუთითე, რომ აი ესეთი აბსურდული რამ უწერია ჯემალ კოპალიანს თავის განაჩენში და გთხოვთ თქვენ გამოასწოროთ მის მიერ ასეთი დაშვებული არაკანონიერება. უფრო მეტიც, მე თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობას, რომელსაც თავმჯდომარეობდა ზიალო მთათიძე, მოახსენე, რომ საქმეში საერთოდ არ არსებობს დაზარალებული და თუკი დაზარალებული არ არსებობს, როგორ შეიძლება ჩვენ ვიხილავდეთ საქმეს და ასეთი ბრალი ჰქონდეს ადამიანს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. იძულებული გავხდეთ გაგვესაჩივრებინა ეს განაჩენი საკასაციო სასამართლოში და ვიდექით უდიდესი საფრთხის წინაშე, მე და ამირან სიხარულიძე, იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დატოვებდა, ცნობდა დაუშვებლად ამ ჩვენ საკასაციო საჩივარს, ისე როგორც ცნობდა ადრე მასთან უზენაეს სასამართლოში შემოსული საკასაციო საჩივრების 85%-ს და მხოლოდ 15%-ს ისიც სრულიად გაუგებარი ნიშნით იხილავდა. ეხლა ვზნო პირველ რიგში ისეთ სიხარულს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოცნა, რომც გადმოსცე, ვერავინ ისე ვერ გაიზიარებს, როგორც მე ვიზიარებ და როგორც მე ვგრძნობ. იმის შემდეგ, რაც ცვლილება მოხდა პროკურატურაში, ამის შემდეგ მომეცა მე ეს იმედი. და მართლაც ფაქტად რჩება რა, უკვე ძველი პროკურატურის შემადგენლობის მიერ გაგზავნილი შესაგებელი უკანონოდ ჩათვალა თავად პროკურატურამ, ახალმა მთავრმა პროკურატურამ და თავად რაც სასამართლოზე დაადასტურეს და თავად მათ საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატეს. მე თანაც ამაყი ვარ, თანაც მიხარია, რომ თავად პროკურატურამ თვითონვე უარყო საკუთარი წარდგენილი ბრალდება ჩემს მიმართ. თავად პროკურატურას ამისთვის მადლობას ვუხდი.